ქოითაუფლების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები საკითხი, რომელსაც ჩვენ იმის მიუხედავად მანქანით გადავადგილდებით უქვეითად ყოველდღიურად ვაწყდებით. საქმე ეხება არა მარტო ქვეითებს და მძღოლებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას. ბათუმში გამართულ აქციაში დაუთმე გზა ქვეითებს რამდენიმე ათეული ახალგაზრდა მონაწილეობდა სპეციალური ლოზუნგებით და სასტვენებით. აქციის მონაწილეები ზებრაზე მაშინ იწყებდნენ მოძრაობას, როდესაც მანქანა გამოჩნდებოდა. ეს ერთგვარი ტესტი და ამავდროულად პროტესტიც იყო. ჩემი მიზეზი ამ აქციის შემოერთებისაც ეს იყო, რომ ირღვევა ყოველდღიურად უფლებები და მოუწოდეთ ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოს გაამკაცროს კანონი და დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება, ფეხთმოსიარულთა უფლება და გადასასვლელი ზებრა არის ქვეითის, ტროტუარი არის ქვეითის და ეს უნდა შეიგნოს თითოეულმა მძღოლმა და თითოეულმა ადამიანმა. აქცია პარალელურად გაიმართა თბილისსა და ქუთაისშიც, როგორც გაირკვა მსგავსი მსვლელობები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პერიოდულად ჩატარდება. ეს აქცია პარალელურად მიმდინარეობს თბილისშიც, ქუთაისშიც და ჩვენთან ბათუმშიც. რათა ჩვენ ბათუმელები გამოვეხმაურეთ ამას იმისთვის რომ დაცული იქნას ქვეითთა უფლებები. ჯერ უცნობია, როდის მიიღებს კანონის სახეს ცალკეული ინიციატივები ქვეითთა უფლებების დაცვის თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ ამგვარი კანონის აუცილებლობა უკვე არსებობს და მისი მიღებით შესაძლოა პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდეს კიდეც.